მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ვიმყოფებით ლალიანთიძის საკვირაო სკოლაში და დღეს ჩემი სტუმარია გიორგი მოსიძე. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი საკმაოდ ახალგაზრდა, ჯერ უნივერსიტეტიც არ დაუსრულებია, ის არის ძალიან დაკავებული და დასაქმებული ადამიანი, ძალიან ბევრი მიმართულებით. ეს არის წმინდა მატათას სახელობის ფერიის გიმნაზიის მასწავლებელი გახლავთ, ასევე გახლავთ სკოლა პროგრესის მასწავლებელი, ასევე გახლავთ მეორე სკოლის ლოგიკის კლუბის დამკვირვებელი და ლალიანთიძის საკვირაო სკოლის მასწავლებელი და აი ამ ხელა რეგალიების მერე მინდა რომ გიორგის ვესაუბრო იმაზე თუ რა იყო მისთვის როგორც დამწყები მასწავლებლისთვის გამოწვევა. მართ არ იგეცხათ გიორგი პირველი კურსიდანვე თანამშრომლობდა ლალიანთიძის საკვირაო სკოლასთან, აქ გადიოდა პრაქტიკებს, იყო აი ძალიან წარმატებული და იმდენად წარმატებული რომ აი დღეს მაგალითად როცა გიორგი არ არის ჩემთან ან უცდება ან მისი აი ამ მრავალმხრივი მიმართულებიდან რომელიმე ერთი მიმართულებით არის დაკავებული ძალიან მაკლია ხოლმე იმიტომ რომ აქვს საოცარი უნარი სწრაფად აიღოს ის სიახლეები რასაც ვაწოდებთ ხოლმე და ზოგადად იმ გამოწვევებს პასუხობს ძალიან ადეკვატურად რაც დღეს მასწავლებლის წინაშე დგას უშუალოდ საგაკვეთილო პროცესში. არის ნიჭიერი, მრავალმხრივი და ორიენტირებული განვითარებაზე. შემთხვევითი არ არის რომ დღეს მოვიწვია, იმიტომ რომ მინდა ასეთ გონიერ ადამიანებთან ვისაუბრო, რა პრობლემებს დაეჯახათ, რა ვიცი, შეიძლება ცოტა ისეთი ხმამაღლა თქვამია, მაგრამ რა გამოწვევების წინაშე დადგა, როცა დაიწყო მუშაობა აი ამ მიმართულებებში, რაც ჩამოვთვალეთ, თან შესაძლებელი აქვს ბევრი. ის თანამშრომლობს როგორც არაფორმალურ სტრუქტურასთან, ასევე კერძო სკოლასთან, ასევე სასულიერო მიმართულების სასწავლებელთან, ამდენად ძალიან საინტერესო არის მისი გამოცდილება და აი ეხლა სანამ მე ამას ვლაპარაკობდი გიორგი, ხო? აი რა იყო ის პრობლემა, რომელიც პირველი წამოგიტივტივდა, რომ აი რისი პასუხი მოგინდა პირველ რიგში ეს ამითი დავიწყოთ. პირველ რიგში მოგესალმებით და მადლობა მოწვევისთვის. პირველი რაც იყო ეს პრობლემა, რასაც შევეჯახეთ, ეს არა მარტო ჩემი არის, არამედ იმ ახალგაზრდა და დამწყები მასწავლებლების არის, რომლებსაც ნაკლებად სანდო თვალით უყურებენ გამომდინარე იქიდან, რომ მაინც ახალია, ახალგაზრდა, რა იცის, რა უნდა გვასწავლოს და დაახლოებით ეგეთი დამოკიდებულება აქვთ ახალგაზრდების მიმართ. ეს თითქმის ყველა მასწავლებლების მხრიდან ამ შემთხვევაში სიმართლე გითხრათ პრობლემებს უფრო ზრდასრულებიდან ხვდებით, ვიდრე პატარებიდან, იმიტომ რომ პატარა პრობლემა არაა პირიქით ეს შენი პროფესიული განვითარებისთვის პირიქით საშუალება იმისი, რომ ანუ თვითონ სწავლების პროცესი ხომ მოიაზრებს ორივეს ჩართულობას და ორივეს განვითარება არის ამ ყველაფრის ისა და პრობლემა ვერ იქნება. პრობლემა არის აი ის პროცესში მიმდინარე, აი ვთქვათ, ანუ სანამ საკლასო ოთახში შეხვალ მანამდე არის პრობლემა. აი მე დასაწყისში ძალიან შევეჯახე და ძალიან ისეთი დამოკიდებულება ჰქონდათ. მოკლედ ეს იყო ყველაზე ისეთი თვალსაჩინო პრობლემა, რომ ნდობა და აი ვიღაცამ რომ გასწავლოს. ნახეთ, ჩვენ რო ვიძახით, რომ ასისტენტ პედაგოგობაზე რო გვაქვს საუბარი, რომ აი კლასში 30 ბავშვთან არ უნდა იყოს, თქვათ, ერთი მასწავლებელი და უნდა იყოს 2, ამას აქვს ყველაზე პოზიტიური და გამართლებადი ისა, რომ აი თქვათ დამწყები იქნება ასისტენტი და ის ისწავლის მოქმედი მასწავლებლისგან და არავი ეს ძალიან კარგი პოლიტიკა იქნება თუ დაინერგება საჯარო სისტემაშიც, ისევე როგორც საჯაროში, ასევე კერძოშიც. ეს იყო პირველი, რაც მე დავეჯახე. მე უკვე სხვადასხვა ანუ ეს ძირითადად კოლეგებისგან მოდიოდა თუ ადმინისტრაციიდან, ასეთი პედაგოგებისგან, უკვე მოქმედი პედაგოგებისგან. ხო, კოლეგებისგან, თორე ადმინისტრაციისგან ვერ იქნებოდა ბუნებრივია, იმიტომ რომ ადმინისტრაციამ საშუალება მოგცა. კი, საშუალება მოგცა და თან, ანუ გააჩნია ხა თუ ვამბობთ, რომ აი საჯარო სკოლაში რო პრაქტიკებზე ვიყავით, იქ ძალიან ისეთი დამოკიდებულება ჰქონდა მასწავლებლებს. მე კი გამიმართლა, ვთქვათ, მასწავლებელში და ისეთი შემხვდა წამყვანი, რომ ვთქვათ,
პირიქით ის შენზე მორგებული იყო და ოღონდ რაღაც გესწავლა, მაგრამ მანამდე რომ პრაქტიკებზე ვიყავი და მეც რომ თანაკურსელებისგან გავიგე, რაღაცა ძალიან კატასტროფული მდგომარეობა, ისევ იგივე პრობლემასთან მიმართებაში, რომ შენ გონი ხარ რაღაც ჩასაფრებული სტუდენტი, რომელმაც არაფერი არ იცი და რა გინდა შენ რა უნდა მასწავლო. და ჩასაფრებული რაზე უნდა იყოს შენ? ანუ ეგონათ რომ რაღაცნაირად ჩვენ ჩასაფრებული ვართ რომ შეცდომები აღმოვაჩინოთ და არა და პირიქით იმის სანახავად მივედით სტუდენტები რომ რაღაცა ვისწავლოთ, ხო? ანუ ამაზე კარგი საშუალება უნივერსიტეტმა ძალიან კარგი საშუალება მოგცა პრაქტიკებზე დაკვირვების, თუმცა ალბათ იქ მოქმედ პედაგოგებს ცოტა სხვანაირად ჰქონდათ ეს გადააზრებული, გადაფასებული, რომ ერთ გაკვეთილზე გვაჩვენებდნენ რაღაცას და მე უკვე ისე ჩვეულებრივად განაგრძობდნენ. თუმცა მე კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ კარგი მასწავლებელი შემხვდა და თუ შეიძლება მინდია ფუტკარაძე იყო ეს. მე გამიმართლა, მაგრამ მე ვამბობდი, რომ რო არ გამმართლებოდა, სხვა საროშო სულიყავი, ალბათ იგივეს ვერ ვიტყოდი ახლა. თქვენ თქვით, რომ სამ სკოლაში კი ჩემი პრაქტიკა იმით არის, კი ახალგაზრდა ვარ, თუმცა პირველივე კურსიდან არაფორმალურ განათლებას მომსახურები აი ამავე სკოლის ლალიანთის საკვირაო სკოლაში მოღვაწეობ უკვე მეხუთე წელი, ანუ მეხუთე კურსზე ვარ და მეხუთე წელი მისრულდება და სხვათა შორის უნდა გავიხსენო, როცა დამირეკეთ მე მაშინ ვიგითხარით, რომ მე პირველ კურსელი სემესტრი არ მაქვს დასრულებული, ფიზიკურად რა უნდა გავაკეთო მეთქი და შენ მოდი და დანარჩენი უკვე ადგილზე გავაკეთოთო და აი იმის მერე უკვე ადგილზე ვარ, აგერ უკვე 5 წელი. ამას გარდა ვარ სასულიერო გიმნაზიაში, რომელიც კიდე ცალკე ის არის, ანუ ცალკე სამყაროა, ცალკე ეს გამოცდილება, რაც იქ მივიღე და რასაც ვიღებ ამ ეტაპზეც, განსხვავდება, თქვათ, იგივე არაფორმალურ სკოლას, როგორც საჯარო სკოლას. საჯარო სხვა, სასულიერო სხვა არის, კერძო სკოლა, რომელშიც მუშაობ პროგრესში, ეს კიდე ცალკე სხვა არის და ეს ლალიანთიძის საკვირაო სკოლა კიდე სხვა არის. სწორედ ამ მრავალფეროვნებამ შექმნა ჩემში რაც აი როგორ გითხრათ, ანუ თითოეული სამუშაო ობიექტიდან რაღაცას ვიღებ. და საბოლოოდ უკვე როგორ ვაკეთებიცით, ანუ ერთის გამოცდილება მეორეში მიმაქვს, მეორედან მესამეში და ესე რომ მოძრაობ, უკვე ვხედავ ზოგად სურათს მაჩვენებს, რომ აი რას ვიღებ, რომელმა დაწესებულებამ რა მომცა. რომ თქვათ ლალიანთიძის საკვირაო სკოლას რო არაფორმალური მეთოდიკა შევიტანე ფორმალურში, კერძო სკოლაში, ხო აი იქ რა შედეგი მომცა. იგივე თუ გავაკეთე საჯაროში, იქ რა მომცა. იგივე გავაკეთე სასულიეროში, ანუ დამიჯერდო თითოეულში სხვადასხვა შედეგი იყო. ეს ასეც უნდა ყოფილიყო. ერთნაირი ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან ეს სისტემები. მაგრამ ბავშვები ხო ერთი და იგივე. ბავშვები ერთი და იგივე, მაგრამ ნახეთ სისტემა ვთქვი კიდევ ერთხელ მეორე, ანუ თვითონ სასწავლო სისტემა და გარემო არის სხვადასხვაგვარი. შესაბამისად, მოთხოვნილებები, ეს ინტერესები და ყველაფერი, რაც სკოლას აქვს, სხვანაირად მივიღე მე ეს ყველაფერი და ისინიც სხვადასხვანაირად გითმობენ ამ ყველაფერს. ანუ ყველაფერზე, ანუ ის, რასაც მაგალითად არაფორმალურს ვეძახით და ფორმალური რო უნდა იყოს, მაგალითად სასულიეროსთვის ყველაფერი არ ამისაღები. იგივენაირად შეგვიძლია საჯაროში რესურსი არ გაქვს, რომ გააკეთო. კერძო სკოლას დაავალებ და კი, მოიტანებენ და გააკეთებ. ანუ ნახეთ, სხვადასხვანაირად უდგებიან ამ ყველაფერს. როგორც ახსენეთ, ბავშვები ყველგან არის, კი, ყველასთან თითქმის ანუ ინტერესი ეს ჩართულობა მაღალი იყო, ნამდვილად ახლა ვერ ვიტყვი, რომ ჩართულობა ნაკლები მქონდა და ეგეც დამოკიდებული იყო რაოდენობაზე კლასში. ახლა სასულიეროში თქვა 10-ნი არიან, საჯაროში 30-ნი, კერძოში 20 მყავს და ანუ სხვადასხვა შედეგზე გადაიხარ გინდა არ გინდა, იმიტომ რომ სხვადასხვა ინტერესის, რაც მეტი ბავშვია, მეტი ინტერესია, მეტი მრავალფეროვნება, ათვისების, ჩართულობის და ამ ყველაფერმაც იქონია გავლენა შედეგებზე. ხო, მოკლედ ეს მინდოდა რომ ხაზი გავუსვი ამ მრავალფეროვნებას და სხვათა შორის აუკმაყოფილო რომ პირიქით ძალიან ბედნიერი ვარ რომ ამ 4-ვე ადგილას საჯაროში აღარ ვარ ამ ეტაპზე შეჩერდა უკვე პრაქტიკები, თუმცა მიხარია რომ იქაც გავიგე რა ხდებოდა და მე უკვე ძალიან ისეთი ლავირებას ვახდენ თითოეულ დაწესებულებაში შემიძლია უკვე სწორი კურსი ავიღო და სწორად ვითანამშრომლო ყველასთან და რავი იმედია კმაყოფილები არიან. მე მედონი ჩემი დამსაქმებელი. აი შენ ახსენე რომ
ბავშვების მხრიდან პირიქით ინტერესი და ის იყო, როგორ ფიქრობ, რა არის ის ნეგატიური გაწყობა იყო კოლეგების მხრიდან, ხო? ანუ ძველი თანამშრომლების მიმართ ამას გულისხმობ. კი, ეს იყო კარგი ხნის უკან, უბრალოდ სანამ უკვე მოიკიდებდი. აი, რატო არის ხოლმე? ანუ პირველად როცა მიდიხარ, არაკეთილ გაწყობა, არამედ ისეთი დამოკიდებულება, ხო, გამომცდელი თვალებით ყურების, ხო? ხო, ეგ ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი საკითხია. ჩემებსაც ვეუბნები ჩემს მოსწავლეებს, რომ ეგეთი რაღაცა ფრაზაც მაქვს, რომ თქვენ მე მასწავლეთ, მე თქვენ და ჩვენ ერთმანეთს ვასწავლეთ. ანუ თუ მოსწავლე მიცის, რომ შენ შეცდომას უშვებ და შენ ამ შეცდომაზე სწავლობ, იგივენაირად მას უკვე აღარ ეშინია, რომ თქვა შეცდომის დაშვების არ ეშინია, თქვა კითხვის დასმის არ ეშინია და ასე შემდეგ. აი ჩემმა მოსწავლეებმა რო იციან, რომ თქვა გიორგი მასწავლებელი დაუშვებს შეცდომას, ის მაინც ის ანუ ერთი წუთით შეცდომა რა სახის შეიძლება იყოს? შეიძლება პროფესიული შეცდომა დაუშვას მასწავლებელმა? არა, პროფესიული არ მე ვამბობ, ცოდნასთან დაკავშირებული რაღაც შეიძლება ჩემზე მეტი იცოდეს მოსწავლემ. აი მაგალითად რა სიჩქარით მოძრაობს დედამიწა? ხო, აი მაგალითად ეს შეიძლება უცებ არ ვიცოდე, მაგრამ რომელიღაცა მოსწავლემ რომელიც დაინტერესებულია, ღრმად დაინტერესებულია მსგავს საკითხებზე, აი მას შეიძლება მიპასუხოს და მე ვუთხრა რომ ყოჩახ შენ ეხა მე ეს მასწავლე და მე ამას ვეცდები რომ ჩავინიშნო, ან რაღაცა რომ ისეთ კითხვა დამისვან რომ თქვათ ყველაფერზე პასუხი რომ არ გაქვს. ხო, ანუ ადამიანი ვარ და რაღაცა ყველაფერს პასუხი ვერ მექნება. ვინიშნავ, მადლობა რომ ეს ძალიან კარგი მაგალითია, როცა ეუბნები რომ ეს არ ვიცი. ხო? და ნახეთ, ეხა უფროსებისგან რატო მოვყევი ამდენი ამბავი. ის რომ თქვათ უფროსი, ანუ გამოცდილი მასწავლებლის მენტორის მოვალეობა არის, რომ თქვათ შენ დამწყებს ასწავლო რაღაცეები პროფესიული კუთხით შენ ასწავლო და მიუდგე. ამის ნაცვლად მე ერთი პასუხი მახსოვს, რომ შენ მეო რატომ უნდა ვასწავლო, აი ძალიან ისე ჩამჩარი, მე რატომ უნდა გასწავლო, უნივერსიტეტი არის და ისწავლე იქო. ანუ შენ რო თქვა ვასეთი ისიც იყო. იყო ეგეთი შემთხვევა. მოიცა მე რატომ უნდა გასწავლო უნივერსიტეტმა გასწავლო. უნივერსიტეტმა გასწავლოსო და ის რომ მაგალითად პროფესიული შენ ყველაფერს შეიძლება ვერ ისწავლო ამ უნივერსიტეტში და მე პრაქტიკაზე ველზე სწავლო ბევრ რაღაცას, ხო? შენ რო იხა მენტორი ხარ, რამდენი წლის გამოცდილება გაქვს, რა პირიქით, მე ვფიქრობ, რომ მასწავლებელი არის ის, რომ აი ყველაფერს გასცემს. აბა მიწაში მიდიართ, რატო უნდა წავიღო ჩემი ცოდნა, უყალოდ რატო დავკარგო პირიქით. მაქსიმალურად ვეცდები, რომ გავცე, ხო? თუმცა დღესდღეობით ეხა ჩემთან მიმართებაში ეგეთი პრობლემა არ არის, მაგრამ კონფერენციაზეც ვიყავი და იქაც ქონდა ეგეთი მასწავლებელს ქონდა რაღაცა უკმეხი პასუხი, რომ აი ხა ახალგაზრდებმა რა უნდა გვასწავლოსო და ანუ იდეაში ახალგაზრდაც სწავლობს შენგან, მაგრამ რაღაც არის, რასაც შენ მისგან ისწავლი. იმიტომ ამბობ, რომ მოსწავლე, რომელიც მეუნება, რომ იცის, რომ მას შეუძლია რომ მე მასწავლოს, მე უკვე ჩემი მხრიდანაც რომ ვასწავლი, ეს მარტივი პროცესი ხდება, ანუ ჩვენ ორივემ ვიცით, რომ ერთმანეთისგან ვსწავლობთ. ვიცი რა არის, ეგ ხა ძალიან მენიშნა მასწავლებელი თუ მასე ფიქრობს, რომ აწი რაღა უნდა ვისწავლო, ის ხო დამთავრებულია როგორც მასწავლებელი, მას განვითარება აქვს შეჩერებული. და მასწავლებელმა თავად თუ შეწყვეტა განვითარება, სხვა როგორ უნდა განავითარო. კი, და სხვადასხვა რამოდენიმე დღის უკან მქონდა შეხვედრა, აი რაღაცა ჩვენს სკოლაში პროგრამულ რაღაცებს ვასწავლი მასწავლებლებს და აი ამ ერთ-ერთმა მასწავლებლმა ხო მე არ მეგრეხებაო ზოგადად შე რომ ამას მესაუბრებიო რა რომ მასწავლია ეს მეგრეხება და ჩაცუცქური საუბარი საიდან არა ეს მეგრეხება ის თქვი ხა ცოტა მე თქვა მაგრამ ცოდვაში არ მიწერიაო ხო ანუ მე არ მწხვენია რომ შენგან ვსწავლობ რაღაცასო და საქმე ის არის რომ ძალიან კარგია რომ თქვა ესე უდგება ამ საკითხს იმიტომ რომ ის რასაც მე მას ანუ ვასწავლი პროფესიულად რომ თქვა ელექტრონული დაფები რო გვაქვს იმის ტყულა ჩამოკიდება მე მგონი ძალიან ცოდვაა და ამიტომ ამ ადამიანმა მითხრა რომ პირიქითო მე ბედნიერი ვარ რომ შენ რაღაცას მასწავლიო და ბევრი ახლა მაგალითად ცოტა სხვანაირად მივდგა მაგ ამბავს ჩემთან მიმართებაში რომ ახალგაზრდა და ესე იგი გამოიკვეთა პირველი პრობლემა ეხა შეთასაუბარში რაც არის გამოიკვეთა რა რომ მასწავლებლები რომლებიც ამ წუთას დასაქმებულები არიან სკოლაში ისინი არ ფიქრობენ განვითარებაზე და ახალ კოლეგას ნაცვლად იმისა რომ დაეხმაროს შეიძლება რაღაცა ნეგატიური განწყობებიც ქონდეს. კი, რაღაცა მერე იცვლება ალბათ რა არ ვიცი, მაგრამ ეხლა რომ ვუყურებ
მაინც ზოგად სურათს რო ხედავ, რაღაცა მაინც არა დიდად შეცვლილი, იმიტომ რომ პედაგოგები ახლა რამდენჯერ გამიგია რომ კრედიტებზე წასულან, გადამზადებულან, აქ რამდენჯერ გვაქვს ტრენინგიც და რავი, მაქსიმალურად ვცდილობ მაგალითად რომ გამოიყენო მოკიდე რაღაცა ცოდნას და მაშინვე ჩავქსოვო შენს პრაქტიკაში, მაგრამ ახლა რო უყურებ, ჩატარდა ის ამდენი პროგრესი, ქვია მას ტრენინგ კურსი და მაინც იგივე პრობლემებთან გვაქვს აქ. აი მაინც რაღაცა სასწავლო პროცესი ძველებურია, ლექციური მეთოდია, დექი და ჯექი. მაინც ამდენი მეთოდური გადამზადება რამდენი უნივერსიტეტიდან ვიცი რომ პროგრამები იყო და ეხლა რა მითხარი, ისინი ვინც ამზადებენ, ისინი თუ ატარებენ ნორმალურ გაკვეთილებს. თვითონ გადამამზადებლები. აი, თუ ატარებენ გაკვეთილებს. მე ძალიან გადამამზადებლები თუ ატარებენ, სოფასოს უნივერსიტეტში მქონდა ეგ, რა. მეთოდისტი უნდა გვყავდეს, როცა მეხუთე კურსელი პრაქტიკას გადის და თან ანუ უკვე სადიპლომოზე მუშაობს და ისეთ რაღაცებზე აქვს საქმე, რომ ცოტა სერიოზულ სამუშაოს ეკიდება. რაღაცა მეთოდისტი არ უნდა იყოს, მაგალითად, ჩვეულებრივი ლექტორი, რომელსაც სტუდენტებთან აქვს საქმე და ან საერთოდ ბიბლიოთეკარი. იმიტომ უნდა იყოს მოქმედი მასწავლებელი, რომელიც აი სწორ მითითებებს მოგცემს და რაღაცა სწორად წაგიყვანს და ამ შემთხვევაში ძალიან ის იყო რაღაცა. ბოლო პერიოდმა ძალიან ისე ჩაიარა, რაღაცა ოღონდაც მალე დასრულდეს და სხვა არაფერი არ ქონდა, თორე მეთოდისტი უნდა იყოს და გადამზადებელიც ისა მასწავლებელი, მოქმედი მასწავლებელი. მენტორსაც ეგ ფუნქცია აქვს, უბრალოდ ტყულა მენტორის სახელად და ეხლა დღესდღეობით. ხო, ეს მენტორი რატო ქვია თვითონაც არიციან სავარაუდოდ, იმიტომ რომ ფაქტობრივად ის რასაც მენტორისა და ახალი მასწავლებლის ურთიერთობა ქვია, იდეაში ამას საკვირაო სკოლაში რასაც ვაკეთებთ, ეგ არის. აი, ეგ უფრო არის, ვიდრე ის რასაც ქვია მენტორი. აი, რაღაცა ამასინად ვფიქრობდი, რა უნდა რაღაცნაირად მომივიდა აზრად, რომ თუ ვიტყოდით, რომ გამოვარჩეთ ახლა ჩემს პედაგოგიური ხელოვნების ოსტატებს შორის, თუ გამოვარჩევდი, იქნებოდა, რა თქმა უნდა, ეს ახლა იმიტომ კი არა რომ აქვს ზივართ, სხედვართ თქვენ, ლალიანთიძის საკვირაო სკოლაში ეს ხელოვნება, რასაც ქვია, როგორც დიმიტრი უზნაძე იტყოდა, რომ აი ამას ეუფლები პრაქტიკაში, ეს სულ სხვა რაღაცა არის, რომ ხედავ მიგითითებს, აი რაღაცა იქ გადამზადება ხდება, შეკრება ხდება, იდეების გაზიარება ხდება და მერე უკვე რაღაცა ახალი იბადება, ხო? აი ამ კუთხით მასწავლებელი თუ ვინმე არის, ოსტატი ლალიანთიძე და მინდია იყო, რომლებმაც, რა ვიცი, აი მენტორის და დამწყები მასწავლებლის ურთიერთობის, რა ვიცი, მოდელი მომცა, ხო, რომ არა და იდეაში ეს რომ ყველგან იყოს, აი თქოთ, სხვასაც გქონდეს ამის ბედნიერება ბევრს. არ ვამბობ, რომ ჩვენი სკოლის მასწავლებლებს, დანარჩენ მასწავლებლებს, რომლებიც უკვე შედიან კლასებში, აი ძალიან ბევრს მიაღწევ, რა ვიცი, აჭარის სკოლები ბევრს მიაღწევ და ყოველ შემთხვევაში და ახლა ამის იქით არ ვიცი. ეხლა ამ კუთხიდან ერთი არის იგი კოლეგებთან ურთიერთობა, მაგრამ მეორე არის აი მასწავლებლის საქმიანობა და მასწავლებლობა შედგება რაღაცა უწვრილესი დეტალებისგან, ხო? აი იქ სხეულის ენა, როგორ იგი ბავშვთან ურთიერთობაში ვიძახებ. რამდენი რამეა, მოდი აბა ჩამოთვალოთ და ხო არ გამოგრჩება რამე. ერთ-ერთი პირველი არის და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ემოციური განწყობა და დამოკიდებულება, ხო? მერე არის რა, სხეულის ენა. არის გაგების უნარი, ხო? აი ბავშვი როცა გელაპარაკება, რამდენად სწორად ხდები მოტივაციას. იმიტომ რომ ხანდახან კითხვებს როს ამენ სხვა რამე აქვთ მოტივაცია და სხვა რამეს კითხულობენ. არის აი თქვათ რაღაცა პრობლემას დაეჯახე, ხო, კონკრეტულ პრობლემას და ამ პრობლემასთან გამკლავების მეთოდოლოგია. თქვათ პირობითად ვიძახე, აი ბავშვი ვერ კითხულობს, იცის ვერ აკეთებს, ბავშვს, რა ვიცი, 10-ის ფარგლებში ვერ ანგარიშობს, ან რაღაცა პროცენტი ვერ გამოყავს. რაღაცა კონკრეტულ პრობლემებს როცა ეჯახები, ხო? ამისათვის თეორიული მზაობა და გარდა იმისა, რომ თეორიულად იცი, თქვათ რა უნდა გააკეთო, უნდა გქონდეს საოცარი უნარი იმ სიტუაციის, ალხო, როგორ უნდა იურთიერთო და ის სიტუაცია როგორ უნდა გამოიყენო ბავშვთან მიმართებაში, ხო? და
კიდე რა შეიძლება რა ჭირდება მასწავლებლებს? დამოკიდებულებები ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლესა და მასწავლებლის შორის. აი ის პირველი რაც თქვით ემოციები ძალიან ისეთი იყო მიზნობრივი და ამას მივაქცევდი ყურადღებას, რომ რა დამოკიდებულება აქვს საგნის მიმართ, როგორც თქვათ ბუნებისმეტყველების ან გარდა ამისა მასწავლებლის მიმართ და პირიქით მასწავლებლის მოსწავლის მიმართ. ხშირად ახლა რამოდენი მქონია შემთხვევა, რომ გადაგვიხვევია საგნისთვის და გვისაუბრია, რომ აი თქვათ ანუ ნახეთ მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის რა ურთიერთობა უნდა გქონდეს. ან მაგალითად ის რომ მე ხა შვიდად ვსაუბრობ თქვენთვის როგორია მეთქი რა, აი ბევრჯერ მithkoms რომ საერთოდ ხმადაბალი საუბარი გირჩევნია თუ ხმამაღალი და ამაზეც რავი პირიქით მეუნებიან რომ რაღაცა შენ ცდილობ მარტო თქვენ ცდილობთ მხოლოდ ეს ხმადაბლა საუბარს თორე ძირითადად ხო ეს ვერ მოსქენი ვერ დავწიე ინტონაცია რომ ხმადაბალ და მას მოსწავლებსაც იგივენაირად და ის აქვს ხმამაღლა მესაუბრებიან არა და შეუძლიათ უფრო მშვიდად კიდე ანუ პრაქტიკის კვლევას რო ვატარებ აი მივაწერე მაგას როგორ ხსნი სამ ყვირილებს ყვირილებს ხსნი ესე რომ თქვათ ვეუბნები რომ აი მაგათად ყური დაუხატე, ყურის ბარაბანი დაუხატე, ასევე თქვათ ვეუბნები რომ თანაკლასელების აი რო იხლები, რა გხლის ხო, აი შენ რო ყვირი ხარ, სიწყვილის გადაფარვა რო გინდა ხმების ხო, ინტოქსიკაცია რო შესაძლებელია. ხო, ვიღაცას აი შენს გვერდით რეაქცია შეიძლება კონდეს ამაზე და ამის გამო პრობლემა შეექმნას და ყავს სხვადასხვა კლასში ეგეთი მოსწავლეც და მაქსიმალურად ცდილობენ რომ უკვე გაითვალისწინონ ეს ფაქტი რომ თანაკლასელი იყავთ და ამისთვის მეტი ის არ გრძნობიარია ხმასთან და იკავებენ თავს და კიდე რო იღლებიან თავს დებენ და ასე შემდეგ ეს არის ერთგვარი ხმაურისგან გამოწვეულიც რომ აი ყვირი გეძაბება ყელი და ასე შემდეგ და რაღაცნაირად ვცდილობთ რომ ეს ქცევითი ნორმები მოვიყვანოთ ისეთ რაღაცა საერთოდ სხვადასხვა მე არასდროს არ ვუწესებ რომ ასე გააკეთე არა მაქსიმალურად ვცდილობ რომ აი თქვენ რა მიგაჩნიათ სწორად აი ყველას რომ მიაჩნია სწორად რომ ეხა შენ რო ყვირი იგივე ხო სხვას არ მიაჩნია სწორად შესაბამისად შეიძლება ჩვენ შეთანხმდეთ რაღაცა ერთზე რომ მაგალითად ერთი ამბობს რომ არ უნდა ვიყვიროთ მეორე ამბობს რომ შვიდად უნდა ვიყოთ ან არის მის და ასე შემდეგ ანუ ვცდილობ რომ სწორედ მოსწავლების მხრიდან მივიღოთ რაღაცა კლასის წესი თან აი წესაც არ დავარქმევ რაღაცა სოციალური ქცევა კლასში რაც ყველასთვის მისაღები ეგეთ უფრო ეგრევე ვცდილობთ. ანუ ხო, ასე ვთქვათ, თანამშრომლობის ფორმა არის ერთგვარი, ხო? კი, და ხშირად მაქვს ისეთი საუბარი, ანუ რაღაცაერი მონოლოგი გვაქვს, რომ ემოციური დამოკიდებულებები, რომ აი არ მინდა რომ ჩემი გეშინოდეთ, არ მინდა რომ ჩემი საგნის გეშინოდეთ. მით უმეტეს საგანი, რომელიც ამ ვამბობ, რომ ხშირად ვამბობ, რომ საგანი, რომელიც ცხოვრებას გასწავლის, რეალურ ცხოვრების რაღაცა საგზლად მიგაქვს მე ეს ყველაფერი და ტესტი იქნება თუ შეფასების რაიმე ფორმა იქნება ეს არის უბრალოდ ცოდნის ან შეფასების ერთ-ერთი ისე საბუნებისმეტყველო ცოდნა უფრო ყველაზე ის არის ემპირიული მეცნიერება ხო თავდაპირველად მაგრამ ემპირიულ მეცნიერებათა შორისაც ხო არის რაღაცა ტიპის დიფერენცირება ხო ეს არის მთლიანად პრაქტიკაზე არის დაფუძნებული ხო და გააჩნია შენ როგორ წაიყვან ამას მასწავლებელი იმიტომ რომ ეხა თუ ვთქვათ წყლის ბრუნვაზე გაგსაუბარი და შენ ერთ ვიდეო მასალას ან რაღაცა ექსპერიმენტს არაჩვენებ ცირკულაციაზე წყლის შეიძლება ცოტა პრობლემა გახდეს ინტერესთან მიმართებაში შეიძლება კი არა ბოლოს რომ მაგითი უნდა დაიწყო ამით დაიწყო რომ ანუ კვლევა არის პიზას კვლევები არის სადაც აი ერთ-ერთი ქართული ენა მათემატიკა და ბუნებაც შედის ხო საბუნებისმეტყველო ისა ანუ იმდენად დაბლავი ქონდა ეს ქულებიც და მოსწავლების ცოდნაც და ინტერესიც დაბალია საგანში იმიტომ რომ ისეთ რაღაცას სასწავლი რომ უნდა დაანახო უნდა აჩვენო უნდა გააკეთებინო აი ხა შენ თუ არც ერთი ქენი არც მეორე და მარტო ესაუბრე არა მგონია ვიღაცა მოგისმინოს ნაკლებად მგონია კარგი და შეთვის ახლა როგორც ადამიანისთვის რომელი არის უფრო ისეთი ესე იგი პრობლემა ერთი არის გამოიკვეთა რომ მოსწავლეებთან ნაკლებად არის ხო პრობლემები მოსწავლეებთან არის ახლა სიმართლე გითხრათ იმ კუთხით რომ სხვადასხვა შესაძლებლობები სხვადასხვა ათვისების უნარი და
ეს გაძლევს როგორც მასწავლებლებს აი გამოწვევა შენთვის რომ აი რა უნდა გააკეთო რომ იმისთვისაც იყოს ყველასთვის იყოს აქვე დავამატებ გამოწვევას რომ ჩვენ დღესდღეობით სპეცმასწავლებლის და ამ ასისტენტის რადგან ეს კულტურა არ არის ჯერ ჩვენთან ჩვენში ეს კიდე გირთულებს ცოტა საგაკვეთილო პროცესი, იმიტომ რომ თუ არის რაღაცა სპექტრის მქონე ბავშვები გიზის და რამდენიმე რო გიზის კლასში რამდენიმე სპექტრი 2-3 მაინც ყავს კლასში ერთ კლასში აუტისტური სპექტრის ანუ სხვადასხვა სპექტრის ახლა ეს აუტისტურიც არის და კიდე აქვს აი მაგალითად ძალიან სპექტრი რო არ გადავიდეს ქცევითი აშლილობა რო აქვს აი რაღაცა აი მოძრაობა და ასე შემდეგ სხვადასხვა პრობლემები ADHD აი იმას რო ვამბობთ აი დისლექსიას რო ვიძახით რაღაცა აი როდესაც უკვე ტექსტთან მუშაობაში მივდივართ იქ უკვე ჩანს ნათლად ჩანს რომ აი მოსწავლე კითხულობს დაზეპირებულს, არეულს კითხულობს, რაღაცები ისე არ არის როგორც წერია, ამასაც ვეჯახებით. მაგრამ ეხა დისლექსია და ისეთი პრობლემები, რომლებიც თქვა, ჩემი მხრიდანაც დაძლევადი არის და მუშაობის ის არის, კიდე ხო, მაგრამ ეხა კლასში 45 წუთი და ეს ცოტა ქცევის სირთულის მქონე ცოტა სხვა პრობლემებიცა გინდა არ გინდა უნდა ყავდეს აი სპეცმასწავლებელი ან ეს ასისტენტი რომ აი გადანაწილდეს 20 წუთი სასწავლო პროცესი დანარჩენი 25 წუთი უკვე თავისუფალი აქტივობა ამ მოსწავლეებისთვის რომლებისთვისაც თქვა საჭიროა ეს როგორ ზომავ შედეგებს სხვათა შორის შედეგებს ზომავ გარდა იმისა რომ ცოდნაზე ორიენტირებული შედეგების გაზომა ხდება რა თქმა უნდა ტესტებით. აი ჩვენ მე ვაკეთებ 25-30 კითხვიან ტესტს, ოღონდ ეს არის შეიძლება გრაფიკული რაღაცები იყოს, ჩასასმელი იყოს, სურათი აღწერე და ანუ მაქსიმალურად მეორე, მესამე, მეოთხე კლასაზე მორგებულს. შემდეგ იქ მაქვს მითითებული განმავითარებელი შეფასება, სადაც ჩემი ხელით თქვა თითოეულ მოსწავლეს ვუწერ და ვთხოვ ყოველთვის მშობლებს რომ შეინახეთ ეს ტესტები. რატო? აი მაგალითად თვეში ერთხელ რო ვაკეთებთ ამას, ხო? მე უკვე მოსწავლე რო უყურებს თავის ამ პორტფოლიოს ვუკეთებ და თვითონ სხვათა შორის მოსწავლეებს ვეუბნები რომ თქვენ უნდა შეინახოთ რომ თქვენ დაინახოთ პროგრესი. აი სად იყავი, რამდენი აიღე, რატო აიღე, იქ მასწავლებლის კომენტარი რო გაქვს, იმის შემდეგ რა დაგიწერა და ამას მე ამით ვზომავთ ჩვენ იმას რა ქვია ამით გაზომოთ თქვენს განვითარებას და ამ ყველაფერს სხვათა შორის ისევ მოსწავლეებს ვეუბნები, ისევ ბავშვებს ვეუბნები რომ ანუ არ იყოს რაღაცა მშრალი ფურცელი, ეს არ არის ისე ტყულა ფურცელი დაწერე და ასე შემდეგ. ეს არის თქვენი აი შეგიძლიათ გაზომოთ, სად ხართ, რეგრესი გაქვთ, პროგრესი გაქვთ, ერთ ადგილზე ხართ და გეხმარებათ. ესაა ერთ-ერთი საზომი. ასევე ვზომავ მაქვს პროგრამული თამაშები მაგის ანალიზით. თქვათ უცებ რო გვინდა რაღაცა მაგალითად, კითხვებზე გავუშვებთ და რეპორტს მიკეთებს ეს პროგრამული კახუთს სახელებს შევყავს და ასე შემდეგ თან კომპიუტერი გვაქვს, ესეც მიმართებს. კიდევ ზომოთ ახლა მაგალითად პროექტი ქონდა სამეცნიერო პიკნიკი. მოსწავლეებმა იცოდნენ რომ მათი შეფასება ხდებოდა აი დაუგეგმავ დიალოგს. აი მაგალითად დახლებზე ელაგათ მათი ნამუშევრები და მაყურებელი ჩამოივლიდა და ეს დიალოგი უნდა ის იყო რა ქვია წარემართად. და მე ხა ამის შეფასება როგორ გავაკეთეთ რომ აი მანამდე გქონდა ეგეთი რაღაცა კლასში და მოსწავლეებს უთხარი რომ აი ნახეთ დააკვირდით თქვენს დიალოგს, როგორ გაეცით ინფორმაცია, როგორ თქვა რამდენად იყავით დამოკიდებული კონსპექტზე. ანუ იქ შეფასების კრიტერიუმები აქვს და ისინი უკვე ანუ მზად არიან იმისთვის რომ იცოდნენ რაში ფასდებიან. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შენ ახლა დაუგეგმავ ინდიკატორებს უწესებ წინასწარ. წინ და წინ გვაქვს ნასაუბრები და კიდე გვაქვს შემოშავებული ეგეთი ფურცელი გავამზადე ყველა გაკვეთილზე ეს მოსწავლეები ამ ფურცლებს იღებენ და აწერია მაგალითად გაკვეთილი მაგალითად როგორ მოვყევი გაკვეთილის მოყოლის დროს გადმოვიცი მთავარი აზრი მაგალითები მოვიყვანე და იქვე აკეთებს პლუს მინუს თვით შეფასებას და სხვათა შეფასება ანუ გარდა იმისა რომ თავისთავსაც აფასებს სხვებსაც აფასებს და იციან რომ მეც უნდა შემაფასონ იგივე ფურცლით იმიტომ რომ
ამით უფრო მარტივდება ის, რომ მასწავლებელი რატო არ ფასდება, კითხვას არ სვამენ. ანუ ჩვენ თუ გვაფასებენ, იმის ის არ აქვთ პრეტენზია არ უჩნდებათ, რომ მასწავლებელი რატო არ უნდა შეფასდეს. პირიქით, ისევე როგორც მე მაფასებენ, იგივენაირად ვაფასებ მე მათაც. და აი მზად მაქვს ფურცელი, რომელსაც ესე ყველა გაკვეთილზე და როგორ გაფასებე? სხვადასხვა პლუსები აქვს ჩაწერილი. არა, ეს კონდა პლუს მინუსი კონდა და სხვადასხვა იმის უფრო დამაინტერესა, რომ პლუს მინუსი იციან, რომ აქ ობიექტურობა მნიშვნელოვანი და არა ახლა რომ ვიღაცას ასიამოვნო. ლამაზი კაი მასწავლებელი ხარ და ისა იციან, რომ ისე ძალიან კრიტიკული ის ვარ მაგ კუთხით და მესამე მეოთხესთან ვაკეთებ ესეთ რაღაცას. ერთხელ დაფაზებ, სადე მაგრამ დაფაზე ძალიან უყურადღებოთ იყვნენ და მე პირდაპირ მე ახლა გისმენდი და ასეთი კითხვა გამიჩნდა. ერთ-ერთი პრობლემა ეგ არის განათლების სისტემის, რომ მაგალითად ჩვენ ასე მუშაობ, მაგრამ იქ ხო სკოლაში ხო ყველა მასწავლებელი მაგ მეთოდით არ მუშაობს, არა? და ზუსტად ეს იძლევა სტილთა აღრევას, რომელიც პრობლემებს უქმნის ბავშვებს, ზოგადად ორიენტაციაში თითოეულ საგაკვეთილო პროცესის და ამას როგორ უვლი ხოლმე? სხვადასხვა ეს იგრძნობოდა მოსწავლეების მხრიდანაც. მე რო შევედი ზოგიერთ კლასში ცოტა გვიან შევედი, იმასთან ესე არ ვაკეთებთ. ჩვენ მაგალითად ამ საგანზე ასე არ ვაკეთებთ და ეს აქვთ. და მე ყოველთვის ვეუბნები, რომ პირველი რაც გავაკეთე, აი ახალ კლასებში რო შევედი, როგორ გინდათ რომ თქვენი ერთი საუკეთესო გაკვეთილი როგორი იქნებოდა. აი რა უნდა გააკეთოს გიორგი მასწავლებელმა. ჩამოვაწერინე ფურცლებზე და ჩამოუშალე ეკრანზე. ანუ მე ის ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს მაგალითად ეთახმება თუ არა, სიტყვაზე ვამბობ, ჩემი მეთოდები, სხვა მასწავლებლის მეთოდებს რა კუთხით ეხა ზუსტად რო გიტყვი, ყველაფერზე ხო, ეხა აი მაგას ვამბობ, მე თუ ის თუ მომაღლა საუბრობს, მე ფიზიკურად არ შემიძლია ეს. ერთს რო დავიყვირებ, всё და დაშლილი ვარ. მაგრამ თუ მე ის მასწავლებელი რაღაცას გამიზიარებს ისეც, რაც დამეხმარება გაკვეთილზე, რა თქმა უნდა მივიღებ და რა თქმა უნდა გავიზიარებ. იგივე ზუსტად აი ეს ბუკლეტს აი პატარა ფურცელს ეხება, ქართულის მასწავლებელმა მითხრა რა არისო. და მე ვთხარი აი ესა და ეს არის მეთქი უი რა კარგიაო შეიძლება მეც რო გავაკეთო ესო კი მეთქი ეს ფურცლები უკვე მზად აქვთ მეთქი და შეუძლია მაგაშიც გამოიყენონ მეთქი შეიძლება ეხა თუ დავსხდებით და გავუზიარებთ რაღაცა მეთოდურად ერთმანეთს კი რატომაც არ უბრალოდ ფიზიკურად მე დავრვიორი იქით აქეთ მაგრამ სკოლის ადმინისტრაციის პრობლემა არის ეგ დეპარტამენტებში ანუ კათედრებზე უნდა ხდებოდეს კი მაგრამ რაც არ უნდა იყოს ის რომ მასწავლებელს აქვს თავისი ეს აღებული მიმართულება მეთოდური აუ არ ვიცი მე მქონია ეგეთ შემთხვევა რომ რა არ უთხარი და არა ნუ მისი არის და всё ეს ცოტა ძველებსაც აქვთ ეგ ამბავი რომ მისი არის და სხვა მეთოდი არა შენ ყველაზე კომფორტულად სად გრძნობ თავს რა გარემოში აი სად არის შენი ადგილი აი სად ხედავ შენ ადგილს სიმართლე გითხრათ ჩემ თავს ადმინისტრაციაში ვხედავ დაახლოებით რამოდენიმე წელში რომელი სკოლის? არ ვიცი ახლა რომელი სკოლის, მაგრამ ალბათ ყველაზე მეტი სადაც საჭირო იქ საჯარო სისტემაში უფრო, იმიტომ რომ ეს რაც მივიღე ამ გამოცდილებებიდან მაქსიმალურად ჩავაქსო იმ ჩემს სკოლაში. და რა გინდა დონ კიხოტი იყო? დონ კიხოტობა არ მინდა, მაგრამ მინდა რომ რაღაცა მინიმალური ის რაც ავიღე მე ამ სკოლებიდან რაღაცა ჩავდო იმ სისტემაში, სადაც არავინ არაფერს არ მოელისარა და შეიძლება რაღაცის გაკეთება. ძალიან მიხარია, რომ რაღაც ეგეთი ოპტიმიზმი გაქვს, იმიტომ რომ ეგ ოპტიმიზმი საჯარო სკოლებთან მიმართებაში დიდი ხანია დავკარგე. იმიტომ რომ საჯარო სკოლა ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოს მიყავს პოლიტიკა და სახელმწიფოს პოლიტიკა იმისთვის არ მიყავს, რომ მოსწავლემ განათლება მიიღოს. ხო, ეგ კი, მაგრამ რაღაცნაირად შეიძლება ლავირება, იმიტომ რომ თქვენც ახლა სახელმწიფო დაწესებულებაში ასწავლეთ, ხო? და იმდენ რაღაცას აკეთებთ, რომ რა ვიცი, დარწმუნებული ვარ თქვენი
სემინარი ქვია ლექციიდან გამოსული სტუდენტი სხვანაირად აზროვნებს. შესაბამისად, იგივენაირად შეიძლება მეც საჯაროში შევძლო ერთი კლასი მაინც გამოვიდეს ისეთი, რომ სხვანაირად ფიქრობდეს და 1.30 ადმინისტრაცია არ არის ერთი კლასი. ადმინისტრაციამდე თუ მიგიშვეს? ეგ არის საკითხი. მოდი დავიმახსოვროთ ეს გადაცემა. ხო და თუ საქართველოში არაფერი არ შეიცვალა, იმედი მაქვს რომ შეიცვლება. ანუ შენი რომელიმე საჯარო სკოლის ადმინისტრაციაში მისვლა და თანამშრომლობა ჩემთვის იქნება ინდიკატორი იმის, რომ საჯარო სკოლებს რაღაც ეშველებათ. მოდი ასე დავასრულოთ, ხო? საჯარო კარგი ისაა, რომ ოპტიმისტური დასასრულია. კი, რაღაც და თვითონ კომფორტულობასაც შეეხება ყველა ადგილი თავისებურად რაღაცაში ის არის უკვე ისევ არ შესხორცებული მოხს ეს 4-ვე და შენი თავი სად მოგწონს ყველაზე მეტად ყველგან ვერ გეტყვით რომ რაღაც სადმე არაკომფორტულად გწნობ თავს იმიტომ რომ გიმნაზიაც ჩემი აი რაღაცა შეიძლება იმდენად მიყვარს ხა როგორი კითხვა დაგესვი დედა უფრო გიყვარს თუ მამა უყვარს რო ხო არა მაგას უფრო გავცემდი მე მგონი ვიდრე ახლა ამ კითხვას იმიტომ რომ აი გიმნაზიამ იმდენი რაღაცა მომცა გიმნაზია თვითონ ბავშვებმა ანუ გიმნაზიიდან ბავშვები არის ჩემი ყველაზე ისეთი ნათელი წერტილი რომ მინდა რომ რაღაცა გავაკეთო მათთვის პროგრესი არის რომ ჩემი თავის გამოცდა მინდოდა მოქმედი სიტუაციიდან ანუ რეალურ სიტუაციაში რომ ვდგები 20 ბავშვის თვალწინ და არაფორმალური განათლება რაც არის ლალიანთიძის საკვირაო სკოლასკა ეს არის როგორც აი მიტრიალებს ყველაფერი იმ სტანდარტს მიტრიალებს და თავაზობს აბსოლუტურად სულ სხვა რაღაცას და მე რა არის იცი აი ცოტა შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ რანაირად შეიძლება ეხა ამ აი ესეთ რაღაცებს ათანხმებდეს მაგრამ იმდენად ისეთი არის რომ მე უფრო საინტერესოც არის რომ ვა ესე იგი არაფორმალური ჩასვა ეს ემოციებზე თამაშები ჩასვა იგერ საჯაროში ხო რაღაცა სხვანაირად წავიდა გაკვეთილი ეს უკვე კარგია ხო აი სულ სხვანაირი სხვადასხვა სისტემა და ყველაში პოვლობ ჩემს თავს ბავშვებს ყველაზე მეტად აინტერესებდა უხარიათ საკუთარ თავზე საუბარი აი ჩვენ როდესაც უკვე კავშირს ვიღებთ ბავშვებისგან ხო რო აფასებენ ჩვენ მოგეხსენება ხო ჩვენ გაკვეთილს ყოველთვის ვაფასებთ და ერთი დღე იყო როდესაც იმდენად ისე წავიდა გაკვეთილი რომ ფიზიკურად რო არ დაგვრჩა შეფასებისთვის და ბავშვები თვითონ მომზდებდნენ და მეუბნებოდნენ აი ეს ძალიან კარგი იყო აი ძალიან მოგვეწონა იმიტომ რომ საკუთარ თავზე მოუწიათ ლაპარაკი და ჩვენ ხო ნარცისები ვართ კი ეს ძალიან როცა მე ეს ეგო როა თავის ადგილზე დაყენებული და სამყაროს ცენტრში ვარ და ვიღაცას აინტერესებს ჩემი აზრი ხო ძალიან მნიშვნელოვანი სხვადასხვა საკუთარი აზრის და გადმოცემა და რაღაც დაფიქსირება ძალიან უყვართ მოსწავლეებს და სხვადასხვა აღიარება ის რომ რაღაცა გააკეთა მინიმალურიც და ეს უღიარეს შენ რაღაცა იმისთვის შეიძლება ჭიანჭველა სპილო გახდეს იმდენად მნიშვნელოვანი არის პატარა რაღაცის აღიარებაც კი ჩვენ ყოველთვის გვავიწყდება რომ ეს ბავშვები უბრალოდ ზომაში არიან პატარები თორე ზუსტად ისეთები არიან როგორც ჩვენ ვარ და ის ტრიგერები რაც ჩვენზე მუშაობს იგივე მუშაობს ბავშვებთანაც კარგი და გადავიდეთ მოდი ფინალურ ფაზაში ჩვენ გადაცემას პოდკასტ ქვია ლალისთან ყავაზე ხო და მე არავის არ ვტოვებ ამ კითხვის გარეშე რომ რა არის შენთვის ყავა და შემთხვევითი არ არის რო ქვია ლალისთან ყავაზე, იმიტომ რომ ჩვენ ყავასთან როცა ვჩდებით, მაშინ ვართ გულწრფელები და ამ საუბარსაც ეს გულწრფელობის რაღაცა არ მაღალი ხარისხი ქონდა, ხო? ნამდვილად. და ყავა? ყავს აქვს რა ვიცი, ჩემ ცხოვრებაში ძალიან დიდი ადგილი დაკავებული, გამომდინარე იქიდან რომ ენერგიის წყაროდ ანუ ტვინს მაინც ესე ჯერა რომ ენერგიის წყარო როგორც გისვამ მაშინვე მოდივარ ესეთ დიდ ზალაზე თან სკოლაში პირველი გაკვეთილებიც რომ აქვს
ყოველთვის ყავას ვსვამ და ისე იწყება ჩემი დღე, რომ აი ენერგიის პიკში ვარ და ერთხელ სხვადასხვა არ დავლე და ისე მეძინებოდა რა არ ვისხი, რა წყალი არ ვისხი აბაზანაში, მაგრამ არ მიშველა და რაღაცნაირი ისე ფანჯარა გავხსენი ბოლო, ფანჯრებიც დავაღე ყველაფერი, რომ ცოტა ცოცხლად ყოფილიყავი, თორე ალბათ მეორე კლასში წავიქცეოდი. როგორ არის, იცი, ადამიანი რომ მეტყვის რომ მე ყავას არ სვამო, ძალიან ეჭვის რას აკეთებ ყავას თუ არ სვა და უნდა გააკეთო ცხოვრებაში. ხო, ძალიან ისეთი მიყვარს ძალიან. ყველგან ვსვამ სხვადასხვას და მიყვარს ეს ნებისმიერი მიყვარს ესეთ ლამაზ ჭიქებში სხვადასხვას და ჩემმა თანამშრომლებმა იციან გიმნაზიიდან რომ ლამაზ ჭიქებიდან მიყვარს ყავები და მქონდა ესეთი რაღაცა, მაგრამ მოსწავლემ გამიტეხა და ეგ იყო რომ როგორ გაუძლიო და არ მკითხოთ მეთქი, მაგრამ გაუძლიო მეთქი. აი, გაჩუქებ მაშინ ერთ ჭიქას, არა, ამას არა, სხვა ჭიქას გაჩუქებ, თუ ასე მნიშვნელოვანია შენთვის ყავი ჭიქი. დიდი მადლობა გიორგი. ზუსტად ეს იყო ახლა შენი მხრიდან თავდადების ერთ-ერთი ფორმა, რომ დღეს ჯანმრთელობის მდგომარეობა თლად ისეთი არ იყო, როგორც ჩვეულ სიტუაციაში ხარ ხოლმე, მაგრამ მაინც მოხვედი და ეს პასუხისმგებლობის ხარისხია ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ მაყურებელს ვიტყვით რომ კარგად დაიმახსოვრეთ ეს ადამიანი, იმიტომ რომ ძალიან ბევრ კაი საქმეს გააკეთებს და კიდევ მყავს ასეთები და ნელ-ნელა გამოვაჩენ კაი საქმეებს რო აკეთებენ. ჩვენ კი დაგემშვიდობებით, ეს იყო პოდკასტი ლალისთან ყავაზე და ჩემი სტუმარი იყო ახალგაზრდა მასწავლებელი, სხვა რეგალიებს უკვე აღარ ვიტყვი, იმიტომ რომ ეს დაიბადა როგორც მასწავლებელი, ამით ცხოვრობს, ამით უთქავს, გიორგი მოსიძე. ველოდებით თქვენს კომენტარებს.